როგორ გავარჩიოთ ჩვენი განცდები სულიერია თუ მშვენიერი, ანუ ხილში ხომ არ ვართ. ძალიან რთული გასარჩევია ეს, იმიტომ რომ მაგრამ მეორეს რომ თუ თვითონ მშვენიერი განცდა ცუდი კი არ არის. შაბა ეხლა ადამიანი თუ მშვენივრად ყურარია, რაც. ანუ ემოციური მხარე ჩვენი ცუდი კი არ არის, რომ ადამიანი ემოციურად გამოხატავს ამ გრძნობაზე. არა. ახლა ლაპარაკი არის რომ მშვენიერი არ მეგონოს რა სულიერი და ესე იგი და სულიერი და ეხლა ნუ თავდაცვის მექანიზმები რა არის? სიმდაბლეა ყველაზე კარგი თავდაცვის მექანიზმი. ჩემი თავი რო არ წარმოვიგინო რა იმედ, ვინმედ. თავდაცვის ასევე მექანიზმებია, შევამოწმოთ ჩემი თავი, თქვა ლოცვის დროს გონებასა დაქრის. თუ ჩემი გონება დაქრის სხვაგან, ან წარმოსახვებში წარმოვიდგინე ქრისტე როგორია, სამოთხე როგორია და ასე შემდეგ, ეს სერიოზული მანიშნებელია ხიბლისა. ხიბლის მდგომარეობა, როდესაც მე თქვა შეიძლება წარმოსახვა არ მაქვს, ვიაზრებ კიდევაც, აი გააზრებულად ვკითხულობ, რას ვამბობ და ლამაზად დაუჯდომელი. აუხ როგორ კალობით აღვავლინე რაღაც საოცრება იყო ჩემი თავი მომწოდა წარმაგარი იყო. პარაკლისი რაღაცა და ფიქრობ რომ ვილოცე. და მე გახსოვთ აქ ამ დარბაზში არ მithქავს მე მგონი და სხვა დარბაზში ვთქვი რამდენჯერმე და გავიმეორებ ეს კაი შედარება ბიჭი რომელსაც მოეწონება ვიღაცა გოგონა არ უყვარს მაგრამ უნდა რომ ამ გოგონასთან არაჯანსაღი ურთიერთობა გქონდეს მაგრამ უნდა მოატყულოს ესე აფრი არ გამოვა და როგორ მოატყულოს და უნება ჩემო სიცოცხლე როგორ მიყვარხარ რა ბედნიერებაში რო გიყურებ ჩემი სულთქვა ხარ ჩემი ასახარი სახარ ეს გოგო ახთოვანებული უყურებს და უცხო პლანეტელი მოვიდა და სკანირებას უკეთებს მის შინაგან სამყაროს და დაწერა უცებ რომ ეს არსება რომელიც ესეც სიტყვებს ამბობს არის ნაძირალა იმიტომ რომ მისი შინაგანი სამყარო და ეს ვერბალური ნაწილი ერთმანეთთან შეუსაბამობაშია ხო ეხლა იგივე ბიჭი გავიდა დრო მოხდა და გამოსულა ჭკუა ისწავლა და ეხლა მართლა შეუყვარდა ვიღაცა გოგო და ნუ ეს სიტყვები მასში ჩვევაში აქვს სხვადასხვა დროს მოუწყვილებია ვიღაცები მაგრამ უკვე ეს გოგო მართლა უყვარს და ამ მართლა ეუნება ჩემო სიცოცხლე ჩემო ბედნიერება ჩემი სულთქვა ხარ ჩემი ასახარი სახარ და მართლა ეუნება და ეხლა იგივე უცხო პლანეტელი სკანირებას უკეთებს მის შინაგან სამყაროს და იქ თუ დაიწერა ესე იგი ჭეშმარიტი რაინდი დროს იმართლეს ამბობს ანუ შინაგანი სამყარო და ეს ვერბალური ნაწილი ერთმანეთს შეესაბამება ნახეთ რა საოცარია ორივე შემთხვევაში ეს რო არ ქონოდა სკანერების აპარატი ვერ მიხვდებოდით ეს გოგო ვერ მიხვდა საწყალი პირველი ხილათ იყავით გოგო ნახეთ რა საოცარი რამეა ესე იგი პირველ შემთხვევაშიც ისე როგორც მეორე შემთხვევაში ადამიანი გააზრებულად ამბობს ყოველ სიტყვას იმ ბიჭმა იცის რას ამბობს აზრობრივად გარდა ამისა ისე უნდა რომ ეს გოგო მისი გახადოს რომ თვითონაც კი აღარ ახსოვს რომ ატყვილებს როლში შევიდა და აი იმდენად შევიდა როლში რომ თავის ტყუილი თვითონვე მართალი გონია ხო მლოცველი რომლის სიტყვები რომლის შინაგანი მდგომარეობა არ შეესაბამება იმ სიტყვებს რასაც ამბობს მაგალითად გამოთქვით დიდება იმ ამასა და ამ შეხედე არ ვიცი ვინ არის როგორ ცხოვრობს ანუ შემიწყალე კი არა ესე იგი ცოტა ხანში გამოვა იქიდან და ყველას თავის ადგილს მიუჩენს რა შემიწყალე ანუ არ არის შესაბამისობაში ხიბლი სახეზეა ხიბლი ანუ აი ეს განცდები ეს რომ აუ როგორ ვილოცე და ცრემლის კი წამოუვიდა წარმოგიდგენია ხიბლია იმიტომ რომ შინაგან მდგომარეობას არ შეესაბამება. ამიტომ ამბობენ წმინდა მამები რომ გარეგანი ლოცვითი ღვაწლი ძალიან ხშირად თუ მას შინაგანი არ ახლავს ხიბლის წყაროთ იქცევა. დღეს ესე ამბობენ ხოლმე ხშირად ხო იესოს ლოცვა და გონიერი ლოცვა არა იმიტომ რომ ხიბლში ჩავა მამები ამბობენ პირიქით ხიბლში ჩავაგდებს ეს გარეგანი ლოცვები და გონია რომ ლოცულობ არ ლოცულობ და გონია რომ ლოცულობ აი იმ პირველი გოგოს მდგომარეობა იმ ბიჭის მდგომარეობაში ხარ პირველ გოგოს ველაპარაკებოდა გესმის აი ეს ამიტომ მშვენიერია თუ და მშვენიერი თავისთავად ცუდი არ არის მაგრამ როცა ის წყვილის სამსახურება ცუდია ამიტომ მშვენიერია თუ სულიერია მაშინ რა ადამიანი იკითხა თუ სულიერია რა თუ სულიერია ის რომ იმ წამსვე გამოიწდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, შენ სიმდაბლეში, შენს კრძალვაში, ადამიანის მიმართ კრძალვაში.
განსაცდელებისადმი დამოკიდ მოთმინებაში ვიღაცა მოდის ჩემი სულიერი შვილი და თქვა გეუბნება რომ იცი მამაო იმან ესე მითხრა ესეთი და ესეთი ხარ და გაუბრაზდი მეუბნება მე მითხარი ეგ სიტყვები ესეთი ხარ ესეთი და ესეთი ხარ ვარა აი რა სიტყვა უნდა მითხრა ეხლა შენ აი რომელიღაცა მეთქვე რო არა ვარ მაგრამ მითხარიო შენ ახარ თავხედი ვარ აბა რა მალაპარაკებს ამდენი ხანი გეუბნება რამე ვიცოდი შენ ახარ არ ახარ ერთგული ღვთისა არა ვარ ერთგული ღვთისა მე არ ვიცი მატყუ არ ახარ ვარ მატყუ არა ვარ მე არ ვიცი რას ვაკეთებ და ჩემი გული და პირი ერთმანეთს არ შეესაბამება არ ვიცი რა უნდა მითხრა რო არ ვიყო რო არ დაგეთანხმ როგორც კი არ დაგეთანხმები არა ვარ დამთავრდა შენი ქრისტიანობა იმიტომ რომ ხარ ყველაფერი ცუდი ხარ და როდესაც შენ გონია რომ არ ახარ პრობლემა გაქვს როგორ არ ახარ ერთი მახსოვს ძალიან საყვარელი მოძღვარია და ამას არაპიონ იცით ჯიშკარიანი და მას განიკითხავდა ერთი ადამიანი ეს არ არის გულიანი ბიჭია ძალიან და ნუ რაღაც ცუდი შეხედულება ქონდა და როგორ განიკითხავდა იცით მოკლედ ესე იგი საშინლად განიკითხავდა რა მიწასთან ასწორებდა და ერთხელ ესე და არიცნობდა სხვების გამონათქვამით განიკითხავდა ერის კაცია და ერთხელ საოცარი რაღაცა მოხდა რომ ეს მე მომიყვა ამ ბიჭმა ესე იგი ქუჩაში მიდიან და სადღაც და უთხრეს რომ ეს ბოდის თეთრი წვერით რაღაცა შეხედავ ნამდვილ თა როგორი ბერია ესე გეგონება ერთი მეორე საუკუნიდან გააცოცხლეს რომ შეხედავ ისეთი გარეგნობა აქ და ეს არისო მამა სერაპიონი და უცებ ან დღე იყო ისეთი რაღაც ხასიათზე იყო ის ახაცა და ამას უცებ რაღაცა გულმა რეჩხი უყო და კურთხევა რო აიღო და აუ მამაო მე განგიკითხავო რა როგორია ხა პირველი მოსალმების მაგრამ განგიკითხავ და ამა სერაპიონი ეუბნება ხა მე ვაბობ სიტყვებს რა უთხრა და რა გულით უთხრა და რა მადლით ეგ უფალმა ის ბიჭო განსაკითხვა რა უნდა რაკნაო ჩემნერი კაცი უნდა განიკითხო და ეს ისე თქვა რომ დადნა ეს ბიჭი რა მე გადაეხვია რაღაც ნუ საოცრება მოხდა ამ ბიჭი რომ აი მის სიტყვებზე და მამა სერაპიონმა არაფერი განსაკუთრებული არ თქვა აბსოლუტურად სიმართლე თქვა ვინ არ არის განსაკითხი ვინ არის ის ვითაც რადაც აჩვენებს საკუთარ თავს როგორ ვინ არის ეგეთი ადამიანი აი რომ აჩვენებ და მოვედი ღდელი აღარ ვიცი რა ვქნა არ ვიცი რა ვარ კაცი ამიტომ სიმდაბლის არარსებობის პირველი ნიშანი სიმდაბლე რა არის არავინ არ იცის მაგრამ მას რაღაც გამოვლინებები აქვს აი მამა სერაპიონი არის დაბალი იმიტომ რომ ამას ეს უთხრეს ეს მისთვის ხო აბა გესმის ეს მომენტია და ასევე კიდე სხვა ასე რომ ხიბლში ხარ თუ არა დაბალი ადამიანი ხიბლში არ არის სიმდაბლე როგორ გაიგო არ ვიცი მაგრამ მას გამოვლინებები ერთ-ერთი გამოვლინება არის სხვისი განუკითხველობა შენ რო რაღაცას გეტყვიან და ესეთი ხარ რომ დიახ ვარ უნდა ისე კი არა ფორმალურად მართლა უნდა დაინახო შენში და ასე შემდეგ